გუში ნახე არაჩვეულებრივი ფილმი, არაჩვეულებრივი სრულიად. ესე იგი კამიუს უცხო. ეხლა გადაიღო რა ოზონმა და არის ძალიან მაგარი ფილმი, მართლა ძალიან ძლიერი ფილმია. პირველ რიგში საოცარი სიყვარული გაკეთებული, ბოლომდე ჩაწვდა ტექსტს და კიდე რაღაცა კონოტაციებიც მისცა იქ პოლიტიკური რაღაცა ისე, ეს უკვე სპეკულაცია იყო ოზონის მხრიდან, მაგრამ იცი რა სხვანაირად არ არის რა, საჭიროა სხვანაირად ვერ გაიკვლევს გზას წესიერად ფილმი რა, რაღაცა დონეზე თუ არ მიეცი პოლიტიკური რაღაც კონოტაციაც რა, განსაკუთრებით ვოუქების და ამ რაღაც დეგენერატი პოპულისტების შემოტანილი ტენდენციების გამო და რაღაცა და ყველას რაღაცა ჩირქივით მოედო ეს და ამიტომ საჭიროა. დანარჩენი ფანტასტიკური გაკეთებული ფილმი, აბსოლუტურად. ესე იგი, ყველა კადრში, რაც კი არის ფილმში, ეს იქნება პეიზაჟი, იქნება საგანი, ეს იქნება განათებული სივრცე, ეს იქნება ზღვაცა, ყველგან აი კამიუს უმთქავს მთელი თავისი პრინციპით რა, წყალი, მზე, იმი ფორთოხლის წვენი, რაღაც, აი რასაც კამიუ ეძახის, თქვა და შემოაქვს როგორც პორტალი. ონტოლოგიურში რა, ეს ყველაფერი, როგორც აი ხელშესახები პირველადი ფენომენი, რომელიც აი გეხება პირდაპირ. ხო და ამიტომ არაჩვეულებრივი ფილმია, მაგრამ ხო და ბევრი შეიძლება ფილმზე ილაპარაკო, წარმოუდგენლად ბევრი, ნუ თვითონ ფორმულირებაც გაარჩიო, ძალიან ძლიერია და ბევრი რაღაცეებია გასარჩევი, ძალიან საინტერესო წამოწია მარიას როლი წინ, იმიტომ რომ კამიუსთან მარია არ არის ფონია, ფონს წარმოადგენს მარია. და აქ რაღაც საოცრება, მე კასტი ყავს მარია სასწაული ქალია, ისეთი უცნაური ქალია, აი პროსტა არ ვიცი რა, გამოვედი ლამის შეყვარებული რა. წარმოუდგენელი პორტრეტი აქვს, ესე იგი, მთელი ეს ქვედა ნაწილი სახის აქ ეს ანიმალისტიკ რა, ესე იგი, რაღაცა ცხოველური ცუდებს ძალა და რაღაცა არანორმალური თვალები აქვს ჰუმანური რა. აი ეს შეთავსება არის რაღაც უნიკალური, რა ვიცი, მაგ უნდა იყოს ალბათ რაღაც სახე უნდა იყოს რა, სინემა სიტყვას ისეთია. თვითონაც კარგია, მერცოც ოკეია, ოღონდ რა არის პირველი ნაწილი არ მომწონს, აი მეორე ნაწილი უკვე ციხის ნაწილი, სადაც აქვს ისეთი მონოლოგები და ისინი რაც თვითონ უცხოშიც არის და მთავარი ნაწილია ალბათ ფილოსოფიის. მან ძალიან კარგია რა, ძალიან და იმაში თვითონ მერსოს აი ამ ეგზისტენციალურ რაღაცა მოდუსში მან ვერა, იმიტომ რომ რაღაც ესეთი აქვს რა, ეგეთი რაღაც კულცივი ესეთი რა, განყენება რაღაცა და მერსოს ეგ არა აქვს, კამიუსთან ბევრად ხმა არის, მერსო შეცვუნება ნამდვილი, ესე იგი სიცხადეში ყოფნის შეცვუნება რა, რომ სიცხადე გაცხადდა და შეცვუნების მდგომარეობას იწვევს, ესე იგი სულის ყველაზე უფრო ესეთი რა ქვია, ბუნებრივი რეაგირება, რაც შეიძლება კონდეს, ესე იგი სულს გამოყოფის დროს, როცა ფენომენები შემოდის და ფენომენები, ესე იგი ხდება მისი ყოფიერების ფორმა. ხო და აი ეს მომენტები რაღაც ბევრია, ულამაზესი და უმაგრესი მომენტებია, ესე იგი, ცალ-ცალკე კადრები შეიძლება სიმბოლოებად განიხილო, დაიშალოს, ძალიან დიდი ცოდნის მატარებელია კადრები ცალ-ცალკე. ესე იგი, მე ის არის, რა ქვია, არაჩვეულებრივი მიზანსცენებია, ეს მკვლელობის მიზანსცენის მომამზადებელი სიკვენსი, მკვლელობის მომამზადებელი არის ზღაპრული. აი რაღაცა რომ აიშლებიან ადამიანები, აიშლება ფსიქიკა და დრო იწყებს წვეტას და რაღაცა ნაპრალებში ხედავ დროის ადამიანების ქმედებებს, აი ეს რაღაც წარმოუდგენლად მოიტანა ეს და მერე ხდება კულმინაცია, როცა მიდის, მაგრამ თვითონ მკვლელობის სცენა აი რომ მიდის მოსაკლავად, აი ეს მომენტი არ არის ფლად რაღაც დამაჯერებელი, იმიტომ რომ აი ეს ის ექსტატური არ არის, საიდანაც უნდა მოკლას, მაგრამ შემდეგ არის გაკეთებული თვითონ მკვლელობის, იმიტომ რომ მკვლელობა არის გაკეთებული როგორც ეროტიული მომენტი, როგორც მიზიდულობა ეროტიული, სიკვდილი როგორც მიზიდულობა ეროტიული, ესე იგი აი თვითონ ეს ვისაც კლავს, როგორ წევს, როგორი ხიბლი აქვს რაღაც აი პაზოლინის რაღაცა ძლიერი სცენები და პორტრეტები გამახსენდა და რაღაცა
მე და როგორ აჩვენებს სხეულს და რაღაცა თმებს იღლიაში ეს რაღაცა შედევრია გადასვლა აი თმებზე იღლიის და მე ტუჩებზე და რაღაცა ესე კი აი სიკვდილის ეროტიკა ძალიან მაგრა გააკეთა რა რაც არის არ ვიცი რა არ პერვერსი უნდა იყო ეგრე რო იგრძნო ეგრე მაგრად რა და მოკლედ და მე უკვე თვითონ კულმინაციაში რო გადადის ესე იგი იმიტომ რომ ესე იგი ფაქტიურად კლავს აი ამ ეროტიკას სიკვდილის ეროტიკას კლავს რა რომ გამონთავისუფლდეს იმიტომ რომ ესე იგი შეიძლება მიეცე მაგას და გათავდეს ეს ყველაფერი ის რომ გამოვიდა რომ მისი ეს საოცარი ხიბლი ყოფიერებით რა მაგას იმუქრებოდა ეს სიკვდილის ეროტიკა და ამიტომ მოკლა ესე იგი მან ხდება გასაგები რატო კლავს იმიტომ რომ ხორამ ვერან იგებს რატო კლავს და ბოლო ამბობს რომ მზე მომაკლევინაო და მზე ყოფიერება მოაკლევინა იმიტომ რომ ეს იყო სიკვდილის ეროტიკა ეს ეროტიკა დაბრიდა რომ არ განწოვილიყო მაგაში რა ხო და ეს ძალიან მაგრათაა გაკეთებული და ფილოსოფიურად ძალიან ძლიერად არის მოტანილი რა მე ეს მასიური სცენები აი სოციუმი რაღაცა აი თქვა სცენები თვითონ იმისი რა ქვია სასამართლოს იმაში სივრცეში და რაღაცები მანდაც და წარმოუდგენელი კულტურა აქვს რა და ეს ორსონ ველსის აი ეს რაღაც პროცესი და რაღაც ყველაფერი შიგდებს არჩეული რეჟისორია და მაგარი გაკეთებულია და ფილმმა გადამავსო რა და მეტი აღარ შეიძლებოდა რა ისე გადამავსო რა და ბედნიერი გავხდი ის დღე იყო ჩემი ბედნიერი დღე იმიტომ რომ გაიგე ესე კი არაფერი აღარ მეხებოდა ესე კი ჩვენი არსებობის რუტინის ხო და ჩავიღვარე ყოფიერებაში იყო სასწაული ისეთი ლამაზი იყო და მე თამნა ვიყავით ერთად და გავითიშეთ რა თამნა ბოლო ალბათ 10 წუთი მითხა რომ აი როგორი დაღლილი ვარ იცი ჭკუაზე არა ვარ ესე გვემართება ხოლმე მუზეუმებში როცა ვარ თუ დავდე და ჩანაგდებით საერთოდ იმიტომ რომ ისეთი ინტენსიფიკაცია არის ფერწერები ვთქვათ აი ყოფიერების და ისეთი მუხტი და შეძლება რომ გაჩანაგებს რა რომ დგეხარ იქ რა დავით 3 წუთი 5 წუთი სურათის წინ ის გწოვს თელ ენერგია მია ყველაფერი რა ესე კი როგორც ამბობენ რომ იოგები ექსტაზის შემდეგ შეიძლება 2 დღე ეგდოს ესე იგი გამოცლილი და ექსტაზი ეგ არის გამოგწურავს თლიანად რა ხო და ეგ მინდა მაგრამ თავარი ეგ კი არ არის რატომ მინდოდა ეს ჩამეწერა ეს ვიდეო ხო ესე იგი მე ხო ეხლა პრინციპში ამ ვიდეოების ჩაწერა დავიწყე რა იმ გოიმური ამ პოლიტიკურ სოციალური ამბების გამო და მიწევს ხოლმე რაღაცა ჩემი ის თქვა რა დამოკიდებულება მაგ ყველაფერთან შეიძლება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი და არ არის აქტუალური მაგრამ აი გული რა მაგრამ ესე უფრო ასეთი გზავნილია ხო რომელიც მარტო ონტოლოგიურს ეხება და ყველა საინტერესო რა არის იცით რომ ესე იგი კამიუსთვის რანაირად არის იცით აწყობილი ეს ყველაფერი ესე იგი ის რაც ვლინდება ხო ის ვლინდება ესე იგი არასთან კონტრასტში ესე იგი არ არის ფონი და იქიდან ვლინდება ესე იგი ყოფიერება და ვლენა საერთოდ ვლენა არის ესე იგი კონტრასტში აი ამ იმასთან არას ფონთან არა რო არ იყოს ვლენაც არ იქნება ამიტომ ეს კამიუსთან ეს არის გრანდიოზული მოვლენა რა ვლენა თვითონ ვლენა მოვლენა ესე იგი ცალ-ცალკე ფენომენები კი არსებობს კამიუსთან როგორც გითხარით სიტყვაზე ყველაზე ძირეული რა წყალი მზე არ ვიცი ქარი რაღაც მისა ცივი წვენი რაღაცა რო თქვა ტიპასა სერიაში რაც აღწერა რა აი ყოფიერებაში პირდაპირ ფეხის ჩადგმა მაგრამ ესე იგი აქ არის მოცემული აი ეს უცხოში რა რომ ესე იგი ეს არის აი გადაიშალა მის წინაშე ესე იგი ვლენა როგორც ეგეთი ესე იგი და სიაშკარავში მოხდა ესე იგი ეს პიროვნება ესე იგი ეგეთი პირობითი ფორმა აქ მერსო არის პირობითი ფორმა რა ეგეთი არსება ალბათ შეუძლებელია რომ არსებობდეს რეალობაში ესე იგი ესე განიცადოს და ესეთი ხედვა კონდეს რა ესე იგი და აი ამ ესე იგი ყოფიერება გადაიშალა როგორც ესე იგი აი ეს სიცხადე კი არა აი ეგ არის საინტერესო სიცხადე და არის კიდევ მეორე ცნება რომელიც არის obviousity სიაშკარავე აი სიაშკარავით რო გადაგეშლება წინ ესე იგი ყოფიერება აი მაშინ ხვდები მის სრულფასოვანად ღვთაებრივ ბუნებას რა აი მაშინ წალეკილი ხარ ამითი
აი სწორედ მაგით იხიბლება, ესე იგი, კამიუ. და მერსოს აჩვენებს ჯერ როგორც ჩაძირულს სიაშკარავეში და რო გათიშული როა რა და ესე იგი არაფერი ცნებები მაგის არ არსებობს, სოციალური არ არსებობს. იქ დედაკვდება და მაგის ეს ღირებულებას არანაირად არ წარმოადგენს ასე ისე არანაირად, ესე იგი ეს არის აი ესე დრიფტინგის, აი სერფისის, ბოდიში სერფინგის აი ესეთი მომენტი, როდესაც ყოფიერებაში სერფინგით მიდიხარ და ეს ყველაფერი სიაშკარავის ისინი არის ლიცლიცია შენ გარშემო და მეორე ნაწილი არის, როდესაც ამას არ თმევენ და აი მაშინ ხდება ეს ყველაფერი ესე იგი ძვირფასი ღირებული რა, იმიტომ რომ როგორც ამბობს რა, რომ ერთი დღე რო იცხოვრო, მე 100 წელი გეყოფა, ეს იმდენი არის ამაშიო და იმდენი არის, მაშინ არის, როდესაც ცალ-ცალკე კი არ აიქვამ ფენომენებს, ესე ყოფიერების ფენომენებს, არამედ ეს გეძლევა როგორც ერთიანი. ესე იგი როგორც ერთიანი, რომელიც არის აი წმინდა ვლენა და თუ ვლენის პრინციპს მიხვდი, ვლენის პრინციპს მაშინ ხვდები, რომ ეს არის უსასრულობა, ესე იგი ფენომენი, თავად ფენომენი უსასრულოა. აი როგორც მაგალითად ეხლა კვანტურ ფიზიკაში ხო რაღაცა ხვდებიან, რომ უსასრულოა რა, ნაწილაკების გაიგება აღმოჩენა კიდე ასეთი ფორმით, ისეთი, ესეთი იმითი, ასეთი იმითი. ეს ნაწილაკები რა არის, ამას რომ აღმოჩენ კიდე უსასრულო და რაღაცა და ესე იყოფიან და კიდე ეს არის თვითონ ვლენის აი ეს ძირები, ფესვები. და იქიდან მე მაკროსამყაროში იჩნდება თქვა რაღაცა წყლის სახით, იმის სახით, ამის სახით, სხვა პლანეტაზე სხვა სუბსტანციები კიდე რაღაცა გაუთავებელია, გაუთავებელი, ხო? აი ესე ეგ მინდა გითხრათ, რომ ეს ვლენას აქვს, როცა ერთიანად დაინახავ ვლენას, ეს მოხვდებით აი ამ იმაში, რა ქვია, ამ obvious-ში სიაშკარავეში რა. ესე იგი, მაშინ ხვდები აი ამ პრინციპს და ეს კამიუ ამაზე ჭკუაზეა გადასული, რომ რა სილამაზეა, რომ აი ესეთი სიუხვის განსახიერება. ამას ეძახის დელეზი მაგალითად ეძახის, რომ აი ეს ყოველი წამი არის ექსტაზი. ესე იგი, თუ შენ არსებობ ეგზისტენციის ყოველი წამი არის ექსტაზი. ესე იგი, ამ დროს ეგზისტენცია აღიქმება უმთავრესად ადამიანის ტვინში რუტინად. ესე იგი, ყოველდღიურობა, რაც შემოდის, რაც გადის, ხო? და აქ თქვა დელეზი იძახის, რომ ეს არის ექსტაზი. რატო არის ექსტაზი? იმიტომ რომ ესე იგი შენ მოახდინე ტრანსფორმაცია. შენ ესე იგი ჩაცხოვრდი, აი რასაც მე ვიძახი ხოლმე, რომ თუ ესე იგი სწორია ნიჩე და იძახის, რომ უნდა შემოვიდეს ახლა შემოქმედების პრინციპი, ეს შემოქმედება არ არის რაღაცა არტეფაქტების კეთება ან შენ თავის რაღაცა, არა. ეს პრინციპი არის, რომ ესე იგი ადამიანი შეძლებს, რომ ესე იგი ჩაცხოვრდეს ყოველ წამში, ყოველ წუთში, ჩაცხოვრდეს, ესე იგი გააცოცხლოს ყოფიერება ამოიღოს, ესე იგი დროის ნაკადებიდან ამოიღოს ყოფიერება. ხო და აი ეს არის ჩაცხოვრება და აი ამით არის ესე იგი გაგიჟებული რა, ესე იგი კამიუ რა, რომ აი ეს ამას ხედავს ყველაფერს და ამას აცლიან ხელიდან, აი მერსოს. და იმიტომ არის ეს საშინელი აი ესეთი მდგომარეობა რა და რა ღმერთი რა ცნება, რის ცნება, ყველაფერი გარკვეულია, ესე იგი სიაშკარავე არის თავად ღმერთი. ესე იგი აქ რომ მოდიან და რაღაც ღმერთი შენ გაპატევს და რაღაცას ეუბნებიან და რაღაცა ვითომ სიჭკვიანით, აი ესეთი რა, თეოლოგიური სიჭკვიანი, ესე მისთვის ეს არის რა, იცი რაღაც საბავშვო ბაღი, რაღაც ისსულელე, გაიგე გატენილი პირობითი რაღაცა ტერმინები და პირობითი რაღაც ცნებები და ეს თვითონ განიცდის აი ამ ყოფნას თვითონ სხეულში ღვთაებრივში, ეს არის სიაშკარავეში. და ამიტომ ამას აცლიან. ხო და ესე იგი მან საინტერესო რა არის, იცით რომ ესე იგი კამიუმ არ იცის, გაიგე, როდის დგება ეგ მომენტი, იმიტომ რომ კამიუც თვითონ სიაშკარავე ნანახი არა აქვს, რასაკვირველია, როგორ თქვა არა გვაქვს ჩვენ ნანახი არავის სიაშკარავე. ეს წარმოდგენითი იმეჯია, იმიტომ რომ სიაშკარავის დანახვა ნიშნავს ფაქტიურად სიაშკარავეში განწოვას, ისეთი ძალა. სიაშკარავი ნანახი აქვს, აი ვიღაცა იოქს, რომელიც ზის განგზე. რომ თელი ცხოვრება იმუშავა იმისთვის, რომ დიქოტომია მოეკლა, ეს კარგი, ცუდი, სიკვდილი, სიცოცხლე, დიქოტომია მოეკლა და სწორედ სიაშკარავეში ჩაებიჯებინა ფეხი. და ეს სიაშკარავი როდის მოდის, იცით, აი როცა შეიძლება რომ მართლა ეგრე დაინახო და ჩადგე ამაში და განიწოვო სიაშკარავეში. ეს არის მომენტი, როდესაც შენ ღირებულებას საერთოდ გაუქრობ ფენომენს. ესე იგი ყოველგვარ თვითონ ვლენის ფენომენსაც გაუქრობ. ღირებულებას,
გესმის, ხო კამიუმ კი არ გაუქრო, პირიქით დაამტკიცა, რომ ვლენა როგორც ეგეთი, როგორც აი ყოფიერებასთან შეჯახება, ყოფიერებასთან და სიაშკარავისთან ესე იგი შესვლა მასში არა, ეს არის უზენაესი რაღაც ღირებულება, რომელსაც თუ გართმევენ, აი ესეთი ტრაგედია, როგორც მერსოსთან ხდება ეს, ხო? ხო და ესე იგი ეს უღიც ყველაფრად. ესე იგი აი იქ რო ბოლოს რა რო აი მე გავდივარო და შემხვდენო რაღაც ხალხი დგასო და მე იმას მიშვებაო რა ქვია მაძაგებენო რა თუ რაღაც აი ამდაგვარი აქ რა ხო და ესე იგი იმდენად ძლიერია ეს რომ არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა საერთოდ რა ტიპის ესე იგი როგორც ეგზისტენციაში რას გადაეყრები აღარ აქვს მნიშვნელობა თუ ერთხელ გაქვს ნანახი რა არის ყოფიერება და ვლენის სისავსე და ის იოგი რო დგას ის ვლენის სისავსეში ანუ სიაშკარავეში რატო შედის რატო ცხოვრდება ყველა წამში ჩაცხოვრება რატო მოსდის ხო იმიტომ რომ ესე იგი სრულიად აქ გაქარწყლებული და გათავებული ყოველგვარი ტიპის ღირებულებრივი შეფასება ამიტომ ესე იგი ეს ყველაფერი აი სიწმინდეში იჩენს თავს აი ეს ვლენა აი სიაშკარავე ეს ჩაცხოვრება ეს ყველაფერი იჩენს თავს როგორც კი შენ ღირებულებას ატებზეთ ის იმ წამსვე ხდება კონკრეტიკა და კონკრეტიკა აღარ შეიძლება იყოს ღვთაებრივი ამიტომ რაში მდგომარეობს ამ იოგის მდგომარეობა წამენ ესე უცნაური რაღაც ესე იგი აი ის დგას აი აქ ხედავს ამ მზეს ამ კამიუს მზეს ამ ვლენას ამ სიაშკარავეს და ამავე დროს ესე იგი აბსოლუტურად ღირებულებრივად არ აღიქვამს ამას. ყოველ წუთში შეუძლია ამაზე უარი თქვას და გადავიდეს არარაში. ესე იგი მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება. აი ამ დროს იწყებს აი ეს გაფრწყინებას, აი ეს სიაშკარავე. აი ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის რა აი ეს მომენტი გამეცნობიერებინა რომ კამიუსთან სად არის ეს ნაკლოვანი მხარე და აი ეს ამეხსნა ესე იგი რა ხდება ესე იგი როდესაც ვლენა არსებობს თან ყოველგვარი აი ღირებულებრივი რაღაცა მომენტის გარეშე ესე იგი არ ჯდება არანაირად ღირებულებრივ ესე იგი იმაში სისტემაში და ამ ფილმმა ესე იგი მოიტანა აი ამდენი რეფლექსია ესე იგი რადონის ფილმია რა სიძლიერის რა წარმოიდგინეთ ასეთი სიძლიერის ფილმი დაამთავრა კადრით ესე იგი მუსულმანი ადამიანის სიკვდილის ვინც მოკლა და მან ძალიან საინტერესოა რაღაცა იმიტომ რომ თუ ძალიან სერიოზულად გაიგებ ძალიან ღრმად ესე იგი ამაზე უფრო ანტი პოპულისტური ფილმი არ შეიძლება იყოს მან ვოუკი კი არა იმიტომ რომ მან გამოდის რომ ესე იგი აი ამ უზარმაზარ რაღაცას ეზიარება თეთრი კაცი და ეს თეთრი კაცის ღირსებაა რომ ესე იგი მიმართული ამაზეა და ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც თქვა რაღაცა სხვა დონის ცნობიერება არის ის ცნობიერება გამტარი არის აი ამ თქვა ეროტიკის სიკვდილის ეროტიკის ეს ურთულესი ჩახვეული რაღაც ის არის და აი ეს ღირსებაა ფილმის იმიტომ რომ აი იქ ვინც მოიკლა ვინც მოკლა ის ადამიანი ის არის ესე იგი მუსულმანი და აი ეს სილამაზე აი ეროსის და სიკვდილის ეროსის რა საოცრების ესე იგი ეგ არის მატარებელი და ეს თეთრი კაცი არის მატარებელი აი ვლენით მოხიბლის სრული და კლავს ამას სიკვდილს კლავს იმიტომ რომ ესე იგი ვლენის მდგომარეობაში ვლენის დინამიკაში ესე იგი ვლენის სიაშკარავეში რო არის ესე იგი ამას არ უნდა რომ მოწყდეს და ესე იგი სიკვდილის ეროტსმა ესე იგი შეიწოვოს ხო და ეს ძალიან ისეთი მომენტია რთული მომენტია რომელიც არ ჩანს და კადრი ბოლო არის წმინდად ესეთი რა მან მეტაფიზიკა ესე იგი მოტანილია და ძალიან ხელოვნურია რა ეს უსასრულობა რაღაც ოკეანის თუ ზღვის რაც იქ არის და წინ არის ეს საფლავი ამ მუსულმანი ადამიანის რა თუ რაღაცა და ესე იგი მან მეტაფიზიკა სიკვდილის და სიცოცხლის და ჭეშმარიტების და უსაზღვროების და რაღაცის ამ იმასთან კონკრეტიკასთან ვთქვათ სიკვდილის ფაქტის და რაღაცა ნაკლებად იკითხება მთლიანად სოციალური კონოტაცია იკითხება რომელიც ძალიან ცუდია რა მაგ მხრივ ძალიან რა
და რა ბოლო კადრი ეგ არ უნდა გაეკეთებინა რა, იმიტომ რომ ეგრევე მოგდის ესე იგი აზრად, რომ პოლიტიკურად უნდა გაიაზრო ეგ ფილმი და თუ პოლიტიკურად იაზრებ, რასაკვირველია, ესე იგი თამასა ეცემა და ქვემოთ ჩამოდის და უკვე ესე იგი ის ღირებულება აღარ აქვს, რომ ესე იგი ონტოლოგიური კვლევის არტეფაქტი იყოს. ეგ მინდა და მომეყოლა თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაც შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. აბა კარგი დღე გქონდეთ ყველას.